1987 წლის 21 მარტს ჟენევაში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია ტერორიზმის შესახებ. დეკლარაციის ერთ-ერთი პარაგრაფი განმარტავს, რას ნიშნავს სახელმწიფო ტერორიზმი. პოლიციური სახელმწიფოს პრაქტიკა მიმართული საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. თვალთვალი, შეკრებათა დარბევა, მედიაზე კონტროლი, ცემა, წამება, ფალსიფიცირებული ბრალდებები, საჩვენებელი სასამართლოები, შეკვეთილი მკვლელობები, უკანონო დაპატიმრებები, მასობრივი დაპატიმრებები, სამოქალაქო უფლებების და თავისუფლების უგულებელყოფა, კანონების და კონსტიტუციის შეჩერება ტერორისტთან ბრძოლის საბაბით. შეიძლება მოატყუო ცოტა ადამიანი დიდი ხანი, ბევრი ადამიანი ცოტა ხანი, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ. აბრაამ ლინკოლნი. მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი მე საქართველოს პრეზიდენტი ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობას და განუყოფლობას. კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას. ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხის და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის. Garmajoba. When Georgians gathered here 16 years ago, this square had a different name. Under Lenin's steely gaze, thousands of Georgians prayed and sang and demanded their independence. The Soviet army crushed that day of protest, but they could not crush the spirit of the Georgian people. And on April 9th, 1991, you declared to the world that Soviet Georgia was no more and that the independent nation of Georgia was born. You are building a democratic society where the rights of minorities are respected, where a free press flourishes. In this new Georgia, the rule of law will prevail and freedom will be the birthright of every citizen.
ეს ზუგდიდია 2007 წლის 28 ოქტომბერი. ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები პოლიციის თანდასწრებით ცემენ პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს ბეჟან გუნავას და ბიძინა გუჯაბიძეს. ერთ-ერთი თავდასხმელი გოგა ღურცკაია დღეს ხობის გამგებელია. ეს კი 26 მაისის ღამე, ძალის გადამეტება.
მოგლეს სამართლოში, ცემაში და დააგდეს დიდუბეში. უმაღლესი მთავარსარდალი ბატონი მიხეილ სააკაშვილი. როცა მათ ვერ მოახერხეს გუშინ მიღწევა იმას, რომ პოლიციასთან უშუალო შეტაკებაში მომხდარიყო ეს მათთვის სასურველებს ხერფლი, პირველება სწორედ მათ ლიდერებმა გაქუსლეს აქედან და გზაში გადაუარეს რამდენიმე ადამიანს და სამწუხაროდ ორი მათგანი დაიღუპა. როგორც იცით, გუშინ სეპარატისტების მიერ თამარაშენის და სხვა ჩვენ კონტროლ ქვეშ ყოფი სოფლების დაბომბაზე საპასუხოდ ჩვენ გავხსენით ცეცხლი და გადავედით შეტევაზე. ძალოვან სტრუქტურებმა გადაწყვიტა კონსტიტუციური წესრიგი აღადგინოს მთელ რეგიონში.
Меня тоже. Да, чтобы когда к нам попали, мы это. ყველანი უნდა ვიყოთ გზად ჩავიცვათ ეს ფორმა, ყველანი უნდა ვიყოთ გზად გადამწყვეტ მომენტში ავიღოთ ხელში იარაღი და ყველანი უნდა ვიყოთ გზად დავეცეთ ჩვენ მიწაზე და ჩვენი გვარები დაიწეროს ამ მონუმენტის ცარიელ ნაწილებში. Today saw firsthand how volatile the situation is. Accompanied by the Georgian president, he visited the town of... I don't know, but let's move away.
უკიდეს პრიორიტეტს რჩება ზრუნვა დევნილ მოსახლეობაზე. ეს პროცესი უდავოდ ძალიან მძიმეულია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მათ უკვე არაერთხელ მოუწიათ ამ ტკივილის განცდა. ჩვენ ვყივა მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი ამოცანა რომ მოახდინოთ დევნილთა ცხოვრების ტრანსფორმაცია არალეგალური მდგომარეობიდან სამართლებრივად გამართულ. არაპროგნოზირებიდან, პროგნოზირებად. არასტაბილურობიდან, სტაბილურობიდან, უპერსპექტივობიდან, პერსპექტიულ მდგომარეობად გადაყრა. რადგან ამდენი ხალხი შენ არ გაიხარე, ამდენი ხალხი გესიჭირა. ამ ბავშვებს ესენი რა უნდა? არსად არ გვაქვს წასასვლელი. აგერ ქუჩაში დავჯდები. $1993 წლის სექტემბერში აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად 350,000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა მიეტოვებინა მშობლიური კერა. 30,000-მა ჭუბერის უღელტეხილის 200 კილომეტრიანი მონაკვეთი ფეხით გადმოიარა. 500 ადამიანი, ძირითადად ბავშვები, გზაში გაიყინა. სააკაშვილის მმართველობის სტილმა, რომელმაც ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა, ცხოვრების ყოველდღიური წესად აქცია უზნეობა, უსამართლობა, ადამიანების ჩაგვრა. ყოველდღიური რეპრესიები, სახლების და ეკლესიების ნგრევა, ძარცვა, ადამიანების გაკულაკება და კაცისკვლა, ამას მინდა ხაზი გავუსვათ კაცისკვლა, იქცა ხელისუფლების ჩვეულებრივ წესად. ზურაბ ჟვანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 51 წლის ასაკში საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. 1995 და 1999 წლების მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემოქმედი. 2004 წლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2005 წლის სამთებერვალს ზურაბ ჟვანიას ცხედარი ერთ-ერთ ბინაში იპოვნეს. გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ოფიციალურმა პირებმა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზად უბედური შემთხვევა დაასახელეს, რაც თითქოს და გაზით მოწამვლამ განაპირობა. როგორც შემდეგ გაირკვა, საცხოვრებელ სახლს, სადაც პრემიერ-მინისტრის ცხედარი აღმოაჩინეს, იმ ღამეს ავარიის გამო ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა. ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის თანახმად, ვერც ოთახში დაყენებული გამოთვლებელი გამოიწვევდა პრემიერის გაზით მოწავლას. გამოძიება მერვე წელია არ დასრულებულა. დაღუპულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ზურაბ ჟვანია. ეს არის უბედური შემთხვევა, მე პირადად ვიყავი იქ ადგილას. შეგვიძლია ახლა ვთქვათ, რომ ეს არის გაზით მოწამვლის ფაქტი. იმ ოთახში იმყოფებოდა, იმ ოთახში დამონტაჟებული იყო ირანული გაზის ქურა. ეს იყო პრემიერ-მინისტრ ჟვანიას ოცნება, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა, თავისუფლება და პასუხისმგებლობა თქვენი ფილოსოფიის ქვაკუთხედად აგერჩიათ. ჩვენ პატივს მივაგებთ ამ ქართველ პატრიოტს, რომელიც გლობალური დემოკრატიული რევოლუციის დიდი ლიდერი გახდა. აშენებთ რა თავისუფალ საზოგადოებას, თქვენ აგრძელებთ მის მემკვიდრეობას. And you carry on his legacy.
მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი. I am Georgian and therefore I am European. ნულოვანი ტოლერანტულობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ. Თლიანად უნდა გაუქმდეს პირობითი საჯელი, არანაირი პირობითი საჯელი, ყველა ციხეში, ყველა ციხეში. 2004 წლის 23 ნოემბერს გიორგობა დღეს ვარდების რევოლუციის წლისთავზე დიდუბის პანთეონთან მოკლის 19 წლის ამირან რობაქიძე. გასროლა განახორციელა პატრულ ინსპექტორმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა. გარდაცვლილს 2 ტყვია იღლიაში ჰქონდა მოხვედრილი, რაც უპუარად ადასტურებს, რომ სროლის დროს რობაქიძეს ხელები ჰქონდა აწეული. პოლიციის ვერსიით გადმოიღო ავტომანქანიდან კალაშნიკოვის ავტომატი და სადამაზე მჭიდის გაკეთება, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს დამნაშავეებმა პატრულს. მოხდა გასვლა. პოლიციის უფროსი ცრუობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყებრივი დანაშაულის დაფარვის მიზნით შეთხზა ისტორია შეერაღებული ბანდიტური დაჯგუფების შესახებ. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ახალგაზრდებს იარაღი არ ქონიათ. ბაშალეიშვილმა კი აღიარა, რომ ამირან რობაქიძე უმიზეზოდ მოკლა. ის გაუფრთხილებულობით მკვლელობის მუხლით გაასამართლეს და 3 წელიწადში გამოუშვეს, ხოლო საქმის გამყალბებელი პოლიციელები დღემდე დაუსჯელები არიან. საქართველოს პოლიციელებს, სპეცნაზელებს, ყველას, ვისი ვალი აქვს დაიცვა საქართველოს საზოგადოება. არავითარ შემთხვევაში არ შეკიტობდეთ ხელი. თუ დაინახავთ, რომ ოდნავ მაინც საფრთხე ექმნება მოქალაქის, მით უმეტეს პოლიციელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. დედაქალაქში მოქმედებს კარგად ორგანიზებული ყაჩაღური დანაშაულებრივი ჯგუფი. აღნიშნულ ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქში დაეყაჩაღებინა ერთ-ერთი გაცხოვრებელი ბინა. ჩვენს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ თავდასხმამდე მომხდარიყო მათი დაკავება. 2006 წლის 2 მაისს თბილისში ხრის მარჯვენა სანაპიროზე ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი პოლიციელებმა მანქანაში ჩაცხრილეს. გამოძიების ვერსიით ცეცხლის გახსნის მიზეზი გახდა ზურაბ ვაზაგაშვილის მანქანიდან განხორციელებული გასროლა. სახალხო დამცველის ინიციატივით ჩატარებულმა ექსპერტიზამ ოფიციალური ვერსია თავდაყირა დააყენა. დადგინდა, რომ მოკლულების მანქანიდან გასროლა არ მომხდარა. ვერც ახალგაზრდების დანაშაულებრივი განზრახვა დადასტურდა. ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის გამო არავინ დასჯილა. გამოძიებამ სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელებიც უნდა დაზარალებულებად. ამ საქმეს ამჟამად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. გახსნილად ვაცხადებ ღია სხდომას საქმეზე ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ საქმის დასაშვებობისა და არსებითი განხილვის ნაწილთან დაკავშირებით. სანდრო გირგვლიანი 28 წლის 2006 წლის 28 იანვარს მისი ნაწამები ცხედარი ოქროყანის სასაფლაოზე იპოვეს. 2006 წლის 27 იანვარს სანდრო გირგვლიანი მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად ჩარდენბანში იმყოფებოდა, სადაც შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთი სუფრის წევრებთან, რომელთა შორის იყვნენ ვასილ სანოძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი. დათა ახალაია, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი. თაკო სალაყაია, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე. გურამ დონაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. დღეს შემიძლია დარწმუნებული თქვა სასამართლოს წინაშე. მე აღვიდგინე ოქროყანაში მყოფი მეოთხე ადამიანი და დადასტურებით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ოლეგ მელნიკოვი. ოლეგ მელნიკოვი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. ბარიდან გამოსული გირგვლიანი და ბუხაიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოქროყანის სასაფლაოზე გაიტაცეს, სადაც სასტიკად ცემეს. ლევან ბუხაიძემ გაქცევა მოახერხა, სანდრო გირგვლიანი კი წამებით მოკლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მკვლელებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი განყოფილების უფროს გია ალანიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მის ქვეშევრდომებს, კუდის ოფიცრებს, ავთანდი ლაფციაურს, ალექსანდრე ღაჭავას და მიხეილ ბიბილურიძეს 7 წელი. უზენაესმა სასამართლომ მათ სასჯელი 6 თვით შეუმცირა, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა მკვლელები შეიწყალა. 2009 წლის 5 სექტემბერს 4-ვე მსჯავრდებული პატიმრობიდან გაათავისუფლეს, ხოლო მკვლელობის შემკვეთები შარდენ ბარის სუფრის წევრები დღემდე დაუსჯელები არიან. მაის დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა კვინტრაძის და ასათიანის ცხედრების აღმოჩენის შესახებ. ანუ როცა სააკაშვილი პარლამენტთან ახლომს იბარებდა 100-ოდე მეტრში მაღაზიის სახურავზე ცხედრები ესვენა. გარდაცვალების მიზეზად ელექტროსადენებთან შეხება დასახელდა. დღემდე დაუდგენელია როგორ აღმოჩნდნენ ხელბურგილ დადებული ადამიანები მაღაზიის სახურავზე. აი ეს არის ნიკარი. ცოცხალია ამომით. აი ხან ვაშკარად ცოცხალია, ხო. ხელბურგილებით არის. აი აქ კიბეები რო არის, აქ უნდა დაასვლა და აქედან ესენი დაგხვდნენ და დაგვიშვეს. და აი უკვე დამაგდეს იქიდან მე აღარ მახსოვს ხა. აი ბოლო მაგის ის იყო რომ ბიჭო რას თქო. არასებობდა მაქსიმუშს. ადირეში და არის ვიცი დასარკვევა და პოლიცია სადიკოა გამი არის წი? არის. მე მინდა დავადასტურო, მე გავეცი ბრძანება მესტიას დაპატრონებული ბანდიტების განადგურების და ერთი წამით ამას არ უნანო. მან პრაქტიკულად აღიარა რომ იყო ორგანიზატორი განზრახულობის დამამძიმებელ გარემოებაში, რომელიც განხორციელდა სამხედრო ოპერაციის სახით ჩატარებული 1000 ჯარისკაცის და 12 ვერტმფრენის მეშვეობით. დავინახეთ რომ ბრძაჩემი გამოათრიეს კარებიდან და იქ გზაზე გზის პირას დააგდეს. მე ფეხი დააბიჯეს კერძზე და ისე ამოაგლიჯეს ის ფესაბა და ჩემი ბრძანებით ჩვენი ვერტმფრენებიდან გაიხსნილი იქნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებით, ეს კოშკები განადგურდა და მათ შორის ბანდიტებიც განადგურდნენ და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. რეალურად ამ დროს ცეცხლის ობიექტი იყო ოჯახი, რომელშიც გაერთიანებული იყო რამდენიმე მამაკაცი, 4 ქალი და 4 მცირეწლოვანი ბავშვი. ამ სპეცოპერაციის შედეგი გახლავთ 2 დახვრეტილი ადამიანი, 1 გარდაცვლილი მანდილოსანი, რომელიც შიშისგან გარდაიცვალა და შმარგი აფრასიძის მეუღლე, რომელიც სულიერად დაავადდა. წლის ივლისის დასაწყისში ჩემსა და პრეზიდენტ შორის შედგა ერთ-ერთი საუბარი. პირადად თქვენ დაგავალათ ვინმეს მოცილება ბატონო? კი, ამაზე საუბრობ. ეს პიროვნება გახლავთ პატარკაჩვილი და კონკრეტული მაგალითი დამისახა პრეზიდენტმა მისი მოცილების. პრეზიდენტმა დაგიკვეთათ პატარკაჩვილის ლიკვიდაცია? კონკრეტულ სიტყვებს ვიძახი. ის უნდა მოვიცილოთ, როგორც მოიცილეს რაფიკ ხარირი. ეს გახლავთ ლიბანის პრეზიდენტი, რომელიც ააფეთქეს საკუთარ მანქანაში. ბადრი პატარკაციშვილი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე, მედია ჰოლდინგ იმედის დამაარსებელი. Профессионально это сделать. Поменьше следовать, да. Чтобы этим не занялся, да, чтобы на нас мы хотим, чтобы потом все это, люди, население Грузии, чтобы это было Россия. Я это все записал для того, чтобы взять реванш за то, что они с нами сделали. Именно с нашими ребятами. 5 человек они там убили. Еще вы сами знаете, сколько они сдали наши ребята. სამართალ დამცველი, რომელიც ამ ჩანაწერში ფიგურირებს სავარაუდოდ გიად გებუაძე, იგივე მასტერა. ვინაიდან ქონდა 8 წელი იჯილი, და არანაირი პერსპექტივა არ მქონდა, ამის გამო
როგორ იგრძნა თავისუფლების სანაცვლოდ. ეს ყველაზე ნაკლებად ქვეყანას ჭირდება ბელადები. იმ გზით, რომელიც ჩვენ დიდი ხანია დაუგეგმეთ, მივახციოთ იმას, რომ ქვეყანაში მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ხალხის ხელისუფლება იქნება. ხელისუფლებამ პატარკაციშვილიმ მტრად გამოაცხადა. დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესასვლელად შეთქმულების მომზადების ფაქტზე. პატარკაციშვილი სერიოზულ გასამხედროებულ შენაერთებს ქმნიდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისათვის. მთელ სქემას FSB-ს უფროსის მოადგილე კალმაგოროვი ხელმძღვანელობდა. საჭიროდ ვთვლი განვაცხადო. ყველა ფარული ჩანაწერი, რომელიც გახმოვანდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, წარმოადგენს ხელისუფლების მიერ ინსპირირებულ პროვოკაციას და შეთითხნილია ჩემი დისკრედიტაციის მიზნით. ადრე პატარკაციშვილი 2008 წლის 13 თებერვალს ლონდონში 52 წლის ასაკში დაუდგენელი მიზეზით გარდაიცვალა. ხელისუფლებამ პატარკაციშვილის ანდერძი გააყალბა და ხალხისთვის დატოვებულ ტელეკომპანია იმედთან ერთად თაღლითური სქემით მიითვისა. სტანდარტ ბანკი, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, მედია ჰოლდინგი იმედი და სხვა. დავა პატარკაციშვილის გონებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოებში დღემდე გრძელდება. საფირუს ხმელეთ ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო შენი ვარ შენთვის ვაუკვდები შენს დედვე გლოვიარეო კიდევ ერთხელ შეგახსენებთ აი ეს წუთია გვაცნობს რომ ტელეკომპანია იმედში შემოიჭრა სპეცდანიშნულების რაზმი. ერთმანეთს პატიჟებენ, ახლა რომ ბარში ჩავიდეთ, სასმელები დავლიოთ, კასეტებს ამტრევენ. შეჯერები ჩვენ ტელეეფერში ვართ, თუმცა სტანდარტი მოვიდნენ. გამოსულია უკვე ეთერი და სააკაშვილის რეჟიმმა სრულ კონტროლს დაუქვემდებარა ნაციონალური ტელეარხები. რუსთავი 2 საზოგადოებრივი მაუწყებელი იმედი, პიკი, აჭარის ტელევიზია. გახსნა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ტელეარხები, რეალ ტივი და საქართველო. ურჩი ტელეკომპანიები დაიხურა. მეთოდი იდენტური იყო: სპეცრაზმის შესვლა, არხის პარალიზება, ქონების ჩამორთმევა. მაუწყებლობა შეწყვიტეს იბერიამ, მეცხრე არხმა 202 მზემ. დაიხურა წამყვანი ანალიტიკური გადაცემები. გაზეთები: ახალი ეპოქა, დილის გაზეთი, მთავარი გაზეთი, ჟურნალი ომეგა, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესი. ნაციონალურმა მოძრაობამ სიტყვის თავისუფლებას ომი გამოუცხადა. რუსთავის გამზირზე ნაცემია რუსთავის ჟურნალისტი კორესპონდენტი დავით კაკულია. რუსთავის გამზირზე მიტინგების დაშლის დროს მას ფიზიკური შეურაცხყოფა ძალოვანებმა მიაყენეს. ჩემ თვალწინ ცემეს იმედის კორესპონდენტი შემდეგი შეძახილებით რომ ხელკეტებით შემდეგი შეძახილებით რომ ბადრის ძაღლო ბადრის გოშია ვაბარა გეგონა საქართველოს ხელისუფლება გახდა იგივე რაც არის ლუკაშენკოს ბელორუსია. როცა იგებდნენ რომ ვიყავით ჟურნალისტები იმის შემდეგ უფრო აგრესიულად გვექცეოდნენ და შეიძლება ითქვას გამიზნებით გვესწოდნენ და გამეტებით გვისწავდნენ.
სპეცნაზი ასე სასტიკად გაუსწორდა ჟურნალისტებს. ისინი მშვენივრად ხედავდნენ, რომ ჩემს კოლეგებს ჰქონდათ წარწერები პრეს და მიუხედავად მაგისა, მაინც ესროდნენ, მაინც უყურებდნენ, მაინც იღერებდნენ მათკენ ხელკეტებს და ცდილობდნენ, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალათ ან საერთოდ წაერთმიათ გადამღები ტექნიკა. ხელების შეკრულები სასტიკად გცემეს 40-მდე ტყვია მოხდა. გარდა ამისა, ეს ყური ხრტილამდე მქონდა ახეული. 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით 4 ცნობილი ფოტოკორესპონდენტი დააპატიმრეს. მათ შორის პრეზიდენტის პირადი фотографი. საქმეს გრიფი საიდუმლო დაადეს. Не знаю, детали этого дела. Во-первых, вы без вас его держать не могли. Я знал, что его задержат за полчаса. За полчаса буквально. А до этого тело было уже готово. То есть, во-первых, дело могут готовить без меня такие вещи. И это правильно. Потому что как дело готовить и на личного фотографа, и на моих родственников. Очень многие мои родственники попали под расследование, и были у них проблемы. რეალურად ფოტოგრაფების დაკავების მიზეზი მათ მიერ 26 მაისის აქციის დარბევის და აგვისტოს ომის ამსახველი კადრების გავრცელება იყო. ვერც სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, ვერც ზეწოლის შედეგად მოპოვებული ეგრეთ წოდებული აღიარებითი ჩვენებები, რაც გამოძიებამ გაასაჯაროა, ფოტოგრაფების ჯაშუშობას ვერ ადასტურებდა. ვიღებდი ძირითადად როგორი ხედა ჩვენი ჯარი სოფლებიდან მოსახლეობის განწყობა. ქართველი ჟურნალისტები საზოგადოების პროტესტის, საერთაშორისო ზეწოლის და თეთრი სახლის შარევის შედეგად ხელისუფლება იძულებული გახდა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოკორესპონდენტები საპროცესო გარიგებით საქმის არსებითი განხილვის გარეშე სასამართლო დარბაზიდან გაეთავისუფლებინა. 2011 წლის 30 ნოემბერს სააკაშვილმა ჩვეული ხერხით სადა ბოლო დამოუკიდებელი ტელეარხის მაესტროს ხელში ჩაგდება. პოლიციამ ტელეკომპანიის შენობა დაიკავა, ჟურნალისტები გამოყარეს, ქონება დააყადაღეს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. მეორე სექცია. საქმე ენუქიძე და გირგლიანი საქართველოს წინააღმდეგ. განჩინება. სტრასბურგი, 26 აპრილი 2011 წელი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ განეხილა რა საქმე დახურულ სხდომაზე გამოიტანა შემდეგი განჩინება. სასამართლო ასკვნის, რომ სანდრო გირგლიანი განსაკუთრებით სასტიკი სიცოცხლისთვის საშიში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. სასამართლო გაოგნებულია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასჯელ აღსრულების დეპარტამენტი, შიდა სასამართლოები, საქართველოს პრეზიდენტი, ყველა ერთად ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება. სასამართლო გაოგნებულია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ ამ საქმესთან კავშირი ჰქონდა მის ხელქვეითებს და მეუღლეს, საქმე დაუყოვნებლივ არ გადასცა სხვა უწყებას. სასამართლო შეძრულია, რომ პროკურატურამ არ გამოიკვლია სანდრო გირგლიანისთვის მრავალრიცხოვანი განსაკუთრებით ყელი სარეში მიყენებული ჭრილობების გარემოებები. პროკურატურამ არ გამოიძია თუ როგორ რომელი მჭრელი იარაღი და 4 ბრალდებულიდან რომელმა მიაყენა ეს ჭრილობები გირგლიანს. სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ამ შემზარავ დანაშაულში მსჯავრდებულები შეიწყალა. ვინც უშვებს ძალადობას, დანაშაულის თანამონაწილე ხდება. ერასმუს დარვინი.